აი ეს თვითსაბოტაჟი არის შიშისგან განპირობებული და შიში შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ეს თვითსაბოტაჟი არც სიზარმაცის რაღაც გამოვლინება არ და არც სამკურნალოა, მაგრამ ამ შემთხვევაში უმთავრესი ფუნქცია რაც აქვს ადამიანისთვის არის რომ გადაარჩინოს. ზუსტად აი ეს თვითსაბოტაჟი დაკავშირებულია გადარჩენასთან, საკუთარი თავის გადარჩენასთან. თვითსაბოტაჟი შეიძლება ყოველდღიურადაც გამოვლინდეს და პროკრასტინაცია არის ამის არაჩვეულებრივი მაგალითი. თქვენს ურჩევნია შეჩვეული ტკივილი ახალ სიხარულს. ხშირ შემთხვევაში როგორც კი მიანათებ შუქს ამას და მიხვდები რომ ეხლა შენ თვითსაბოტაჟს ეწევი, უკვე ძალას კარგავს, ხო? ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი და საკუთარი თავის საბოტაჟი, ან თვითსაბოტაჟი განიმარტება შემდეგნაირად, რომ ქმედებები და უმოქმედობაც ამავდროულად, რომელიც ხელს გიშლის მოკლედ მიზნის მიღწევაში. ანუ გავიმეორებ, თვითსაბოტაჟი არის ქმედებები და უმოქმედობა, რომელიც ხელს მიშლის მიზნის მიღწევაში. რა არის ახლა ამის განმაპირობებელი მიზეზი ხშირ შემთხვევაში? მე გავიხსენებ ჩემსავე გამოცდილებას, როდესაც რაღაც კონკრეტული პროექტი მქონდა და ამ პროექტზე დამოკიდებული იყო ჩემი კარიერა თავიდან ბოლომდე, რამდენად კარგად გავაკეთებდი თუ არ გავაკეთებდი და როცა ეს პროექტი ჩამბარდა, მოკლედ წამოვიდა ფიქრი, რომ იცი რა არის, ახლა მოდი სხვა რაღაცებს მოვითავებ და ამ პროექტისთვის დავიტოვებ ბევრ დროს. დავიწყე რაღაც არასაინტერესო საქმეების კეთება, რაც დავალაგე ჩემი ოთახი, დავალაგე ჩემი მეილი, რაღაც სხვადასხვა საქმეებით დავკავდი და საკუთარ თავთან ამას ვამართლებდი ერთი მიზეზით, რომ აი როგორც კი დედლაინი შემჭირდება, მაშინვე უფრო გავაქტიურდებ და გავაკეთებ ამ პროექტს ისე ხარისხიანად, როგორც მე მინდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ დრო აღარ მეყო, რომ ისე ხარისხიანად გამეკეთებინა, როგორც მინდოდა. ხა ეს ამხელა მაგალითი რატომ მოვყევი, როგორც წესი, აი ეს თვითსაბოტაჟი არის შიშისგან განპირობებული და შიში შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ერთი ეს არის, რომ გავაკეთებ და არ იქნება საკმარისი, ანუ ვცდი და არ იქნება საკმარისი. მეორე არის რომ შეიძლება იყოს შიში შემდეგნაირი გავაკეთებ ამას მივაღწევ რაც მინდა, მაგრამ მე ადამიანები ჩემგან უფრო მეც მოითხოვენ, ვიდრე აქამდე მოითხოვდნენ. მესამე შიში, რომელიც შესაძლებელია იყოს და ეს ჩემთვისაც ძალიან ნაცნობია, რასაც ახლა ვამბობ, არის ის, რომ მე თუ ძალიან გამოვანათებ და ძალიან ვიკაშკაშებ, ანუ ძალიან ბევრ წარმატებას თუ მივაღწევ, მაშინ შეიძლება ვიღაცებმა ჩემზე ისეთი რაღაცები თქვან, რომელიც მე არ მინდა რომ თქვენ ჩემთვის პირობითად იჭორაონ ან რაღაცა გამაკრიტიკონ, ხო? ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც წესი, მოკლედ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თვითსაბოტაჟი არც სიზარმაცის რაღაც გამოვლინება არ და არც სამკურნალოა, ამ შემთხვევაში. გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ ჩვენი ტვინი, ჩვენ ტვინს აქვს ორი ფუნქცია. ერთი ფუნქცია არის, რომ რაღაცნაირად ბედნიერი გაგხადოს, ხო? მარტო ეს ფუნქცია არ აქვს, მეორე უმთავრესი ფუნქცია რაც აქვს ადამიანს ტვინს არის, რომ გადაარჩინოს. ზუსტად აი ეს თვითსაბოტაჟი დაკავშირებულია გადარჩენასთან, საკუთარი თავის გადარჩენასთან და გეუბნება ტვინი ესეთ რაღაცას, რომ რატომ უნდა არჩიო ახალი და სიხარული, თუნდაც არჯობია ნაცნობში და მტკივნეულში დარჩე? შეიძლება რაღაცა გარემო აღარ გემსახურებოდეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის შენთვის ნაცნობი და შეჩვეული მირჩევნია, ჯობია რომ ახალისკენ არ გარისკო. ანუ თვითსაბოტაჟი ბედნიერებისთვის, საკუთარი ბედნიერების ხელი შეშლა, როგორც წესი განპირობებულია ხოლმე აი ამ შიშით, რომ მე არ ვიქნები მოსაწონი, მე გავაკეთებ ამას მივაღწევ და ვიღაცები მე გამაკრიტიკებენ, რაღაცა საკმარისი არ იქნება და ასე შემდეგ და ეს არის არაჩვეულებრივი გადარჩენის მექანიზმი, რომელსაც ჩვენი ტვინი იგონებს. იგივე შეიძლება გამოვიყენოთ პირად ურთიერთობაში, მაგათაც მე მყოლია კლიენტი კოუჩინგის დროს, რომელსაც ჰქონდა არაჩვეულებრივი პირადი ურთიერთობა, მაგრამ თვითონ გაუთვითცნობიერებლად ეს ურთიერთობა დაანგრია, იმიტომ რომ შიში ჰქონდა, რომ შეიძლება გულის ტკინა ჰქონოდა. რომ გეკითხა რატო გააკეთა ეს არ ჰქონდა ამაზე პასუხი, იმიტომ რომ რაღაცა გაუთვითცნობიერებლად ისეთი ქმედებები ჩართო, რამაც ურთიერთობის დანგრევა გამოიწვია საბოლოო ჯამში და რომ გეკითხათ თავისავს ეკითხებოდეს რაღაცას, რომ მე ვერ ხსნი, რატო ვუშლი საკუთარ თავს ბედნიერებაში ხელს და ეს სხვა შორს ძალიან
გავრცელებული შიშია ბედნიერების და წარმატების შიში ზუსტად იმიტომ რომ შენი ტვინის ესე იგი მეორე ნაწილი ფიქრობს იმას როგორ დაგიცვას ტკენისგან, წყენისგან, გულდაწყვეტისგან და ასე შემდეგ. როგორც წესი ადამიანები, აი ესეთი დრამატული არ არის ხოლმე ხშირად ეს თვითსაბოტაჟი შეიძლება ყოველდღიურადაც გამოვლინდეს და პროკრასტინაცია არის ამის არაჩვეულებრივი მაგალითი, როდესაც გეშინია სიახლის და ამბობ ესეთ რაღაცას, რომ კი აუცილებლად გავაკეთებ, კი შეუძლია აუცილებლად რაღაცას, ოღონდ დღეს არა ხვალ არაზე და ესე იგი ტვინი მოიფიქრებს უამრავ მნიშვნელოვან და საინტერესო არგუმენტს, რატო არ უნდა დაიწყოს არასდროს რაღაცა ცვლილება და რატო არ უნდა იყოს კარგად არასდროს, რატო არ უნდა იყოს ბედნიერი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ტვინს ურჩევნია შეჩვეული ტკივილი ახალ სიხარულს ხშირ შემთხვევაში. რამე მეთოდი არსებობს, რომ მივხვდე მაგალითად, რომ აი ამ მომენტში ამას ვაკეთებ, თვითსაბოტაჟს ვეწევი და ახლა უნდა გავჩერდე და რაღაც თავიდან და კარგი შეკითხვა. მოკლედ მნიშვნელოვანი არის ერთი რაღაცა, რომ როგორც კი მიანათებ შუქს ამას და მიხვდები, რომ ახლა შენ თვითსაბოტაჟს ეწევი, უკვე ძალას კარგავს, ხო? უკვე ძალას კარგავს, მცირდება მისი ზეგავლენა და შენ შეგიძლია დაუსვა საკუთარ თავს. შეკითხვა ის კი არა რატო არ ვცდილობ ამას ან რატომ უშლი ხელს რომ საკუთარ თავს ვიყო ბედნიერი. არამედ ვკითხო რომ რისგან მიცავ საკუთარ თავს. ახლა რა არის ის რისიც ისე ძალიან მეშინია რომ ამას ვარჩევ. მოკლედ შევცვალო ნეგატიური ფორმულირება პოზიტიური ფორმულირებას და საკუთარ თავს დაუსვა. შეკითხვა რომ აი ხლა რისგან მიცავს ეს ჩემი გადარჩენის მექანიზმი, ჩემი ტვინი, რა არის რისიც ყველაზე ძალიან მეშინია. მოკლედ ორი ვთქვით უკვე ერთი არის რომ მივანათო შუქი და აღმოვაჩინო რომ საკუთრით საბოტაჟს ვეწევი, მეორე ის რომ შეკითხვა არ იყოს დადანაშაულების ფორმატით, არამედ ვკითხო რომ რა არის ახლა რისგანაც მე მიცავს ეს ჩემი და მესამე არის დავიწყო მინიმალური სკეთებით, ანუ ვიპოვნო ყველაზე პატარა კი რისი გაკეთება ჩემზე და რისი გაკეთებაც არის ყველაზე ნაკლებ საშიში. ხო ერთიანად შეიძლება ვერ შევცვალო რაღაც, იმიტომ რომ ძალიან მასიური იყოს, ძალიან დიდი იყოს და ძალიან შიშის მომგვრალი იყოს, ამიტომ უნდა ვიპოვნო ყველაზე პატარა კი რისი გაკეთება ჩემზე და დავიწყოთ.